გამარჯობათ. თუ მიყურებს ვინმე, გამარჯობათ, მოგესალმებით საქართველოს მოქალაქეებო, ყველას. თუ ვინმე მიყურებს, თუ არა და მე დავიწყებ პირდაპირ ლაივ ვიდეოს. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე ვარ მერი სუბელიანი, ტრეფიპინგის მსხვერპლი და ისევ შევეხებით ჩემს სერიოზულ მართლა პრობლემატიკურ საკითხს, რომელიც ჯერჯერობით არ მოგვარებულა ჩემს ირგვლივ. მე ვარ საქართველოს მოქალაქე მერი სუბელიანი, რომელიც დაპროგრამებული იყო ჯერ კიდევ 2008 წელს კომპიუტერული პროგრამების საშუალებით, ჯერ კიდევ ისრაელში 2008 წელს გაურკვეველი, ჩემთვის უცნობი ადამიანების საშუალებით და რა თქმა უნდა უწყვეტ ფორმაში გრძელდება დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მე ადგილმდებარეობა უკვე შევიცვალე, მე არ გახლავართ ახლა ისრაელში, მე ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე შევიცვალე, რა თქმა უნდა, ადგილმდებარეობა, მე ვარ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში და უწყვეტ ფორმაში გრძელდება ჩემი ესე იგი ფიქრების, აზრების და ნებისმიერი მოქმედების გაზიარება გახმოვანებულ ფორმაში და ესე იგი აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ვინაიდან რადგანაც მე უკვე ჩემს მოთმინებას საზღვარი არ გააჩნია და ამ უძლურებაში მყოფი ადამიანი, ესე იგი როგორც მოგეხსენებათ, გაუსაძლისი გახდა ჩემი მოთმინება, მე იძულებული ვარ, რომ ყვირილით მოგმართოთ. ჩემო საქართველოს მოქალაქეებო, მე დახმარება მჭირდება. დახმარება, რა თქმა უნდა, მე ვითმენ, იქიდან გამომდინარე, რომ მე არ მინდა შეგაწუხოთ თქვენ. რატომ უნდა მოგიშალოთ ყოველდღე ნერვები და რატომ უნდა მოგახსენოთ ეს არაადამიანობა, როდესაც ჩვენ საქართველოში ამდენად სერიოზული საჭიროებო პრობლემები გვაქვს ჩვენ თვალწინ. ყველანაირი. რა თქმა უნდა, მაგის ჩამოთვლას მე არ შეუდგები, რა თქმა უნდა, მე მინდა ლიმიტში ჩავეტიო, მე მინდა მოკლე ვიდეო შემოგთავაზეთ. მე ხელმეორედ გავასაჩივრე, ჩემი მოგებრობა და ჩემო საქართველოს მოქალაქეებო, საქართველოს პრეზიდენტის სახელზე შევიტანე საჩივარი ჩემთან კავშირში. ვინაიდან რადგანაც უკვე გაუსაძლისი გახდა ჩემი მოთმინება, გესმით, რაზეა საუბარი? მე ვითმენ, მაგრამ ჩემი უკვე მოთმინების თვალა აფეთქა და უკვე მე არ შემიძლია ამის მოთმინება, გესმით? გავასაჩივრე საქართველოს პრეზიდენტის სახელზე, ვნახოთ, ერთი კვირაა გასული ჯერ, რეაგირება არანაირი. სავარაუდოდ საქართველოს საგარეო სამინისტროს თბილისში უნდა გადაეცეს მალე განცხადება, არ ვიცი, გადასაცურად ჩემმა საკუთარმა ადვოკატმა მას, ესეც არ ვიცი. მე ძალიან მინდა რომ გადასცეს განაცხადი და რა თქმა უნდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ვალდებულია დაარეპორტეს გადასცეს საქართველოს საელჩო ამერიკაში სერიოზული თემა ის, რაც ჩემზე ხდება. მე ვარ ტრეფიპინგის მსხვერპლი ხალხო, გამოსაცდელი ობიექტი ამ უსინდისო უნამოსო სატანისტების. გესმით, რაზეა საუბარი? მე ხელმეორედ განვაახლე საჩივარი უკვე, გესმით, რაზეა საუბარი? ოკეი, ეხლა რა ხდება? მე გეტყვით კონკრეტულად დაგეხსნით, რაც ხდება ჩემში. მე რომ არ დაგაბნიოთ. ჩემი ფიქრები, აზრები და მოქმედება ეს ზიარდება, ფიქრები, აზრები და ნებისმიერი მოქმედება ზიარდება თითქმის აი როგორ კომპიუტერული რაღაცა გარკვეული საბოტაჟების პროგრამების საშუალებით, გახმოვანებულ ფორმაში, გესმით? ეს ადამიანები ჩემში აღწევენ შიგნით, როგორ გადის ფიქრები, ხალხო? როგორ შეიძლება ეს იყოს პატიებადი რა? ფიქრები უკვე აღარავის არ აინტერესებს, გესმით, რაზეა საუბარი? ფიქრი კი არა უკვე დაიწყო სპირიტიზმი ჩემზე, გესმით? ამ სატანისტების საშუალებით მე გახლავართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ეპსტეინის საუფლო გახდათ სადღაცა კუნძულზე, რომელმაც მოახერხა ბავშვებზე ექსპერიმენტის ბავშვებზე ახერხებდა იგივე ექსპერიმენტებს. და მე ახლა ამხელა ასაკიანი ქალი გახლავართ, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ და მხოლოდ კომპიუტერული რაღაც სატანისტური პროგრამა, მაგიური პროგრამების საშუალებით შემოსვლა ჩემს ორგანიზმში. როგორ ხდება? სასუნთქი ორგანოების საშუალებით ესენი აღწევენ შიგნით და იწყება სპირიტიზმი. უკვე აი
ვირუსების საშუალებით ხდება დაინფიცირება ჩემი შინაგანი ორგანოების, ჩემო ძვირფასო ქართველო თანამემამულეებო. და აგიხსნით რა არის სპირიტიზმი, ჩემო კარგებო. სპირიტიზმი ეს არის ანუ სულის გაყიდვა. თავისი არსით ეს არის ჯადოქრობა. არსი ჯადოქრობა, მისი მამოძრავებელი ზალა ეს არის სატანა, რომელიც კაცობრიობის მტერი ეშმაკია. გესმით? სპირიტიზმი სხვა არაფერია თუ არა ხიბლი მტრული. მტრული ხიბლი. ის ადამიანებს სულებთან ურთიერთობას ასწავლის. Okay? ასწავლის, მაგრამ არა სინათლის, არამედ ბნელეთის სულებთან. ანუ ბნელეთის სულები ესენი გახლავთ ჩემო კარგო თანამემამულეები, ესენი არიან ლუციფერული ილუმინატორები. ლუციფერული ილუმინატორები ვაიმე ცუდად დავა რა. ლუციფერული ილუმინატორთა ჯგუფი, რომლებსაც ალბათ მოეჭარბება დიდი რაოდენობით ფული. მე არ ვიცი ხა როგორ ხდება Google-ის პლატფორმაში ვინა ის ორი ძმა ლუციფერი, რომელიც ლუციფერი ისინი არიან ილუმინატორები, რაღაცა, ალბათ როგორ ჩანს ესენი არიან მწვალებლები, განდგომილები უკვე რწმენასთან არაფერი კავშირი არ აქვს და ოფიციალურად აი ადამიანების წამებაზე კაიფობენ. აი უხეშად რო გითხრათ რა, სლენგით რო გადმოგცეთ, ადრენალინი ეწყებათ. როდესაც თქვენ გადასარევად მოგეხსენებათ ეფსტეინის ფაილებიდან, რომ თითქმის ნათელი მოეფინა მთელ სამყაროს, რომ არსებობს ასეთი ჯგუფი ამერიკის შეერთებულ შტატებში სატანისტები. ამ შემთხვევაში რელიგიის მნიშვნელობა არ აქვს, არავის გეწყინოთ ხალხო, ეს მოხდა ისრაელში პირველი დაპროგრამება. რა თქმა უნდა, ებრაულს დიდი ლომის წვლილი მიუძღვით ამ ადამიანობაში. მაგრამ მე არ ვეხები ებრაელებს, იმიტომ რომ გონიათ რომ მე ებრაელების ჯირი მჭირს. მე არ ვარ ანტისემიტიკი, მე ვარ ადამიანი, რა მნიშვნელობა აქვს? ქრისტიანი მართლმადიდებელი, რომელიც განიცდის დღემდე ამათ გავლენის კონტროლის ქვეშ ყოფნას. მე დევნის ობიექტი ვარ და სპირიტიზმი ხდება კაბალისტების საშუალებით. ვიღაცა ყიდის თავის პროფესიას რა. ვიღაცა იდიოტი, მე არ ვიცი ეს ხასიდია, აი მე მართლა არ ვიცი, ვიღაცა არის ჯონატან როზენბერგი, რომელსაც აქვს ხარისის ორგანიზაცია და ესე იგი ეს ადამიანი არის ოფიციალურად მართლა ამ სპირიტიზმის ხელმძღვანელი. ესე იგი სპირიტიზმის საშუალებით ვაგრძელებ, ხა მე მინდა ძალიან მოკლე ვიდეო ჩავწერო. სპირიტიზმის საშუალებით ადამიანი ცდილობს ჩასწრდეს დაფარულს. ხალხო, დაფარულს. შიგნით ანუ ჩვენი უფლის დაუძინებელი მტერია კაცობრიობის. ანუ უფლისა და კაცობრიობის დაუძინებელი მტერია სატანა რა, უფლის ოპოზიცია რა. ასე რო ვთქვათ, ესე ჩვენი მტერი. თუ უფალი რამეს დაგვიფარავს ფიქრების საშუალებით, იგი ჩვენივე სასიკეთოდ ხდება, ხო ასეა, დამეთანხმებით ჩემო კარგო თანამემამულეებო ამაში. ჩვენი სასიკეთოდ ხდება, თუ რამე დაუშვათ დაფარული არის, ჩვენივე სასიკეთოდ ხდება. ანუ დაფარულის ნების წდომის სურვილი უფლის სურვილს ეწინააღმდეგება და მომაკვდინებელი ცოდვა, ჩემო კარგებო. თქვენ ეს კარგად მოგეხსენებათ. მე არ მეპარება თქვენს დაუშვათ ამ რაღაც ეს ელემენტარული რაღაცა, რომელიც ვიცით რომ დაფარული წდომა ეს უფლის სურვილს ეწინააღმდეგება და არის მომაკვდინებელი ცოდვა. ეს მომაკვდინებელი ცოდვა, ამ მომაკვდინებელი ცოდვის აი როგორ გითხრას, მომაკვდინებელი ცოდვის ჩამდენი არა ადამიანები აგერ ამოვიწერე, არა ადამიანი ამ ბოლო დროს გადაეცა ჩემი ბიზნესი, ანუ ჩემი შინაგანი ორგანოების ბიზნესი, ალაპარაკით ჩემო საქართველო. საქართველო, მე სრულიად საქართველოს მივმართავ, მე მინდა ყველამ გაიგოს ეს სიმართლე, ეს ეხლა მე რა ვერ გავიგე ამათი საპირფარეშო ვიყო, ვითმენ, მაგრამ არ ნიშნავს რომ მე ძალიან ისეთი კომფორტში ვიცხოვრო. ამ შემთხვევაში მე თქვენ ვაგრძელებ ამ ესე იგი არანორმალური ქურდული სატანისტური ჯგუფი შეიქმნა, გაფორმდა ხელშეკრულება გაფორმდა არალეგალური გზით, Google-ის საშუალებით. კიმ კარდაშიანი გესმით, კალიფორნიაში. კიმ კარდაშიანი სადა აი ამოვიწერე უბრალოდ რა. კარდაშიანი კრისი, დედამისი, კიმ კარდაშიანი ჯენერი კრისა და გვასალია დემნა და გურამას შორის.
ეს გურამ გვასალია ვინ არის მე ეს არ ვიცი გვასალია თუ ბჟალავა არ ვიცი რა გვარია და რატომ ატარებს ამ გვარს მეგობრებო თქვენთვის მომენტია მე არა ვარ ამათი მტერი მაგრამ მათ შექმნეს განსხვავებული ორგანიზაცია რომლებმაც გამირთულეს სუნთქვაც კი არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენ ჩემი ფიქრი დაუშვათ წაიკითხეთ, გადმოვიდა გახმოვანებულ კი ბატონო, ეს არ არის რა თქმა უნდა სასიამოვნო, მაგრამ მე ამას შევეჩვევინ, რადგანაც ჩემთან ცუდი არაფერი ხდება, მე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ-იორკში სარგებლო გადასარევი დახასიათებებით ხალხო, მე ვინც ვიცნობს, ყველა მიცით, მე არაფერი ჩემში ნებისმიერ დროს გაიკითხეთ, სადაც არაფერი, უბრალოდ მე ვარ ტრეფიკის სხერფლი და ძალადობის დევნის ობიექტი ამ უსინდისო ჯგუფის. ანუ Google-ის პლატფორმაში ეხლა მე სიმართლეს არავინ მეუნება, მე გავიგეს, იმიტომ რომ ფაბრიკა, ეს ხმოვანი მესიჯების სუიციდუალური ფაბრიკა, ეს არის ჩემს ორგანოებზე შეერთებული. ნებისმიერ გეოლოკაციაზე, ჩემს სადაც არ უნდა გადავაადგილდე, ანუ სადაც არ უნდა წავიდე, ნებისმიერ გეოლოკაციაზე მათ უყენიათ ხატერი $500-იანი. ვინმე არ ვიცი ვიღაცა არუთინიან არუთინიანი მაპატიეთ ერიკს აბრალებენ თითქოს ერიკი არუთინიანია ეს ტიპი რა ვიღაც ჰაკერი რომელიც ნებისმიერ ჩემს გეოლოკაციაზე უყენიათ როგორც ჩემი ზედამხედველი ანუ არალეგალური გზით ჩემგან მათ ძალიან დიდი თანხები აიღეს გესმით ანუ გამოსაცდელი ობიექტი ნახეს ერთი უპატრონო ადამიანი რომელსაც ჯერჯერობით გვერდში დგომა ვერავისი ვერ ნახავს შიჩუმეში უნდათ რომ საქართველოში გენოციდი მოხდეს აქ ძალიან დიდ ფუზია ხალხო ლაპარაკი და აგეხსნით ანუ Google-ზე დაყრდნობით რომ ხდება ანუ Google-ის პლატფორმა იხდის ფულს ის Google-ის საშუალებით ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ბზანდებით დაუშვათ ღმერთმა დაგიფაროთ და თქვენი თავი თქვენი ხართ ეხლა ამ წუთას მერი ხო სადაც არ უნდა გადაადგილდეთ ეს ჰაკერი გვერდზე გიდგათ და იქ ინტერნეტ თვალის საშუალებით გიყურებს შენ აზრებს ფიქრებს და შიგნით დაფარული გულის კონჭულში ვაიმე რასაც უდაობაზე საუბარი იმ ის დაფარულიც ამ მაგიური არა ადამიანური სპირიტიზმის საშუალებით მას გაქვს ჩემგან და სასაცილოდ მიგდებენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ მათ უკვე გონიათ რომ მე ძალიან უპატრონო ვარ ანუ ღმერთის თვალები მათ დაივიწყეს თვალი უფლისა თვალის სამეფოსი უფალი ზევიდან კამერა ზევიდან გვიყურებს ხალხო ამათ უნდა ეშინოდეს ღმერთის მაგრამ ამათთან არ არსებობს ღმერთის სიყვარული მე კიდევ და კიდევ ვიმეორებ ხალხო და ჯამაათნო მე მინდა კიდევ და კიდევ ძალიან დიდი ვიდეო არ მინდა გამომივიდეს აი ახლა ამოვიწერე კარდაშიან კრის ჟენერი კარდაშიანი კიმი ნუ ეხლა მე ეს ვაფინანსო ჩემი ჯანმრთელი ორგანიზმით ადამიანი ოფიციალურად თავის გვასალია დემნასა და გურამასთან ერთად შექმნეს სასიკვდილო პროგრამა ამ ბოლო პერიოდში აი ვეღარ სუნთქავ ხალხო ვეღარ აი ჩემ ახლობლებთან მერიდება და ვერც ვეუნები სიმართლეს აი როგორ ახარ დაუშვათ სატელეფონო საუბრისთვის ყოველთვის მე კარგად ვარ მაგრამ ახლა რატომ უნდა მოუშალო ნერვები რა ფიქრობ რომ ალბათ უფლისა და კანონის დახმარებით ამ ყველაფერს მე თვითონ მოვაგვარებ და ამას ვინმე ჩემ ახლობლებს მით უფრო არ მოუახებ ამ პრობლემას რომ ორი მგენად გაუღიზიანო მაგათ ნერვები გესმით ამაზე საუბარი ანუ კარდაშიანი კრის ჟენერი, კარდაშიანი კიმი, გვასალია დემნა და გურამა. ეს 4 აფერისტი გახდა ამ ბოლო დროს შავი ფულის არალეგალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი კალიფორნია ლოს-ანჯელესში. მიხვდით? ნუ მოგეხსენებათ, ეს ცისფერი საზოგადოების ჯგუფი შექმნეს ნუ ცისფერები ესენი არიან ძირითადად ებრაული წარმოშობის ხალხია და რა თქმა უნდა ქრისტიანებიც არიან ყველა რელიგიის ადამიანი შეერთა ეს არის ფაბრიკა ანუ ანალოგი ზეგისა გახსოვთ ზეგი თამარი ბაჩალიაშვილი ცხოვნებული ულამაზესი ადამიანი რო გარდაიცვალა ასეთი ზეგივით იგივე ფაბრიკა არის ამერიკის შეერთებულ შტატებში ალბათ კალიფორნიასა და მანჰეტენზე შექმნილი რომელიც მხოლოდ ჩემი საწყალი ჯანმრთელი ორგანიზმი გამოსაყენებლად, გამოსაფატრად, გამოსაშრობად, ნახე,
გამოსაშრობად აქვთ გამოყენებული, რომ მათ აიღონ ოფშორული თანხები. ანუ ფული რიგდება, მე არ ვიცი ხე $70,000 გადადის ქართულ ჯგუფში. ეს ქართველი მკვლელები რა თქმა უნდა, ესენი არიან ამერიკის შეერთებულ შტატებში, მე ამათ მოგახსენებთ. ეს 4 ადამიანი, კიდევ და კიდევ რომ არ შემეშალოს, ნახე რაღაც გადავდივარ სხვა რაღაცა distractions ვაკეთებ. სხვა რაღაცისკენ აი უცებ მთავარი მავიწყდება. ანუ კიდევ ვიმეორებ, კარდაშიანი კრისი ამ ბოლო დროს. ეს არის ისრაელის მკვლელი რეიპერებს ეძახიან, რეიპერებს, ანუ გამაუპატიურებელი ჯარისკაცი, სამხედროები, თაღლითები, რომლებსაც აფინანსებს კარდაშიანები, არალეგალური ფულით, ოღონდ ჩემი ყიდვა გაყიდვით. ეს დამტკიცებულია, ხალხო. კარდაშიანი კრის ჯენერი, კარდაშიანი კიმი, გვასალია დემნა და გურამა. ეს გურამა არის ვიღაცა აფერისტი, რომელიც მე გადმოცემით ვიცი, რომ $6,000 უხდიან. მე არ ვიცი საიდან ვინ უჭრის ამ ფულს, მე არ ვიცი. ჩვენ დავიხოცებით ქართველებო, გენოციდი გამოწერილია. ანუ კარგით, მე არაფერი არ გახლავთ, კი ბატონო, კაი, ჩათვალეთ რომ მე არა ვარ ქართველი, მე ვიღაცა მოთრეული ციგანი ვარ. მაგრამ დაუშვათ, ხო? დაუშვათ, მე ვარ ციგანი. და თქვენ არაფერთ არ მიგაჩნიათ, ხო, ჩემი ეს ადამიანის უფლებები და რაც ხდება, ხო? ამაზე სიჩუმეს ამჩოფინებთ. არა. თქვენ წარმოგიდგენიათ ჩემს მერე აუცილებლად ესენი რიგში ჩააყენებენ ნებისმიერ ქართულ საზოგადოებას. ენი ნებისმიერი ქართველი ნიშნულობა არა აქვს, ხალხო. თქვენ ღარიბი დიდარი ჩემთვის რამდენი ეს იმდენად სიჩუმით ხდება ჩუმად ორგანოებში შესვლის უკანასკნელი მეთოდით კომპიუტერული ტექნოლოგიური ლაზერული იარაღის მაგიური იმათ ლაზერებით შესვლა სასუნთქი ორგანოებში ჯგუფის საშუალებით რომ მე გეუბნები ეს არის ძალიან საშიში პროგრამა რომის გამოსაცდელი ადამიანი გახლავართ მე დახმარება მჭირდება და მე კიდევ და კიდევ გადავდივარ ყველაზე მთავარზე ანუ მე ჯერჯერობით ხო გახლავართ გამოსაცდელი ან ბოლოს უკვე იმდენად დიდი ფული და აი შეიტყაპუნეს რასაც ქვია უკვე იმდენად დიდი ფული აიღეს ჩემ ცდებში გამოცდებში რომ მათ უკვე მოკლა მომინდომეს ეხლა როგორ ხდება ეს მე აგიხსნით რა არ ვიცი მე არ მინდა არეულად საუბრობ ცოტა აგიხსნით როგორ არის ესენი არიან შეერთებული Google-ზე Google-ის პლატფორმა ნაკლებ რავი როგორც ვიცი ილუმინატორების ხელშია მაგრამ მათ არ აქვთ უფლება კანონის დარღვევის ეს პრეზიდენტმა და არც ერთმა აი ამერიკის სახელმწიფო მომსახურება არც არიციან ეს ჩუმად ხდება ჩუმად აი არალეგალური სატანისტების საშუალებით ხდება გესმით რაღაცა ანუ Google-ში არის შეერთებული ჩემი აზრები ფიქრები და ჩემი სუნთქვაც კი გესმით რომ მოხდეს სპირიტიზმი სატანისტების საშუალებით და სუნთქვაც კი და მე როდესაც აი მე ახო მთელი დღის განმავლობაში ხდება ცდები და ვარ ძალიან ცუდად რა თქმა უნდა მე თვითონ კომპიუტერი და ის პროგრამა იგებს ჩემ როცა მე ხდები ძალიან ცუდად და ამ შემთხვევაში იხსნება ქართული ჯგუფი რამოდენიმე თაღლითი ქართველი ჩამოსული აფერისტი ქართველები რომლებიც სახლიდანაც კი არ გადიან ხალხო მკვლელები არიან რა მკვლელები არიან და ესე იგი ანუ ამათ ამ Google-ის პლატფორმაზე ესენი შემოდიან როგორი გზით ახლა მე თქვენ გეტყვით ანუ რაღაცა აპლიკაციას ავსებენ აპლიკაცია არის რაღაცა მაპატიეთ რა აპლიკაცია არის რაღაცა ბოტ ჩატების რაღაცა აპლიკაცია რომელიც მე აი ხო გეუბნები ეს ფაბრიკა ბოტ ჩატები რომ არის ჩემზე შეერთებული ყველა დეტალი ვიცი ხალხო ყველა დეტალი ვიცი ესენი რა სულითაც სუნთქავენ იმიტომ რომ მათ მე გამყიდეს და ფული ირჩიეს გესმით მათი ინტერესი ფულისკენ გადაიწონა მე ბოდის ვიხდი რა ანუ ფულისკენ გადაიწია მათი ინტერესი მათ ჩემი სიცოცხლე ანუ სიცოცხლის გადარჩენა ანუ ნაკლებად ეტკინა ჩემი ტკივილი გესმის არ გაიზიარეს ჩემი ტკივილი და მათ გააგრძელეს ჩვეულებრივი ყოველი დღე ხდება აპლიკაციების შევსება და საიდუმლო
კოდის შექმნა. ეს საიდუმლო კოდი ერთეულებმა იციან. თქვენ ესენი რატომ არ გეუნებიან? არა, იმიტომ რომ ჩემოკარგებო და ჩემოკარგო თანამემამულეებო, ესენი სავარაუდოდ კი არა დარწმუნებული ვარ, ოფშორული ფული იჭრება $70,000 ყოველდღე. $70,000 მე არ ვიცი საიდან რა, აი საიდან ისევ და ისე მე როგორც ვიცი ეს კიმ კარდაშიანის ორგანიზაციაში ირიცხება ეს შავი ფული არალეგალური და ჩუმათვე ჩემი წამების ნიადაგზე ხდება გადმორიცხვა აქ $70,000 და $70,000 რიგდება ანუ ქართველ უსინდისო უნამოსო რამოდენიმე ადამიანებზე რომლებსაც მე თქვენ წარმოგიდგენთ ეხლავე ანუ ვინ არიან ჩემი მკვლელები ანუ მე თქვენ გითხარით რომ ეს არის რაღაც აპლიკაცია ბოტ-ჩატების აპლიკაცია რომელსაც ავსებენ ესენი და საიდუმლო კოდი ნიშნავს რა სიცით რომ დაუშვათ შენ ხარ ლალი და მე ვარ ნუ ვიღაცა ქეთევანი ხო აი მე შენ დაუშვათ ლალი მე თქვენ გაძლევთ კოდს ოღონდ არავის არ უნდა უთხრა უნდა შეიკრიბოს 20 ადამიანი და ამ 20 ადამიანის საშუალებით ხდება ადამიანის აყვანა ხდება მხოლოდ ტექნოლოგიური გზით ეს Google-ის საშუალებით ხდება ყველა ნებისმიერ გეოლოკაციას თქვენთან იჯდებიან ეგენი რომ გაგანადგურებენ ნუ ღმერთმა დაგიფაროთ ხალხო მე უბრალოდ ღმერთს უყვარ ვარ იცით მე აღსარებელი გახლავართ მე აღსარებელი გახლავართ ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ვამაყობ ამით მე აღსარებელი ვარ და მე მწამს ღმერთი და ღმერთის რა თქმა უნდა მფარველობის ქვეშ დღემდე ცოცხალი ვარ მე როგორ რა ვარ ცოცხალი ხალხო მე მომკლეს ქართველებს დაგისახელებთ აფერის ქართველებს თუ ვინ თანამშრომლობს Google-ზე დაყრდნობით კარდაშიანებთან რა საქმე აქვს მათ ქალო ვაიმე მაპატიეთ ქალო კი არა ჩემოკარგებო ანუ ეს გვასალია დემნა და გურამა რომელმაც ოფიციალურად საკუთარ თავზე აიღეს და ნახლის LGBT რაღაც ცისფერების გეი საზოგადოების ჯგუფი სადაც ოფიციალურად საბოროტებულ ილუმინატორებისთვის ესენი გახლავართ ხერხს შესაწირი ქათმებს ეძახიან ამათ ადამიანი რომელსაც გამოსაყენებლად იყენებენ და ასეთ შავ საქმეს რა თქმა უნდა რატომაც არ დაავალებენ ასეთ შავ საქმეს ხო აი ზუსტად მკვლელობის საქმე ჩააბარეს ამ უსინდისო გეი ადამიანებს რომელთაც მე არ ვერჩი რა თქმა უნდა თავიანთი პირადი სივრცე თავიანთი ცხოვრება თავიანთი სექსუალური ცხოვრება ეს თავის პრობლემა არავინ არ ვერჩით მაგრამ ბოროტები არიან ნუ მე თქვენ გეტყვით ახლა ვინც არის ესე იგი კარდაშიან კრისი და კარდაშიან კიმის რა თქმა უნდა ორგანიზაციაში ჩვეულებრივ თანამშრომლობენ გოგო გვასალია დემნა და გურამა ამათ საშუალებით მოხდა და ანუ ვინაიდან რადგანაც შტატებში სხვა შტატებში ვართ ესენი არიან ლოს-ანჯელესი კალიფორნიაში გესმით ეხა მე თქვენ გეტყვით რაზეა საუბარი მათ უნდათ ეპოვათ ვიღაცა რა თქმა უნდა ნიუ-იორკის ტერიტორიაზე მართლა გეუბნები და მათ მოახერხეს ნახეს რამოდენიმე ადამიანი დღემდე და აქვთ სერიოზული რამე დაუშვათ საქმეზე დგება მესენი ხაზზე დგანან და სიჩუვის სანაცვლოდ ბლოკავენ რომ არავინ არ გაიგოს სიმართლე გესმის ერთმანეთს ფულებს უნაწილებენ მე ესე გავიგე თუ რაღაცა არ ვიცი ღმერთმა შემინდოს მაგრამ ეს ოფშორული $70,000 სად მიდის მოდი დაე მაგაც სინდის ნამუსე იყოს ნუ მე თქვენ გეტყვით ახლა დემნა გურამა კარდაშიანი და ეს ამათი ამ ოფშორებთან არის შეერთებული ვინმე ვიღაცა ბენი ეს ბენი არის მეუღლე ებრაელი თაღლითი ნუკი აფერისტი კოშკელიშვილის ეს კოშკელიშვილი ნუკი და ბენი ესენი არიან ცოლქმარი მე როგორც გავიგე ღმერთმა ბედნიერი ამყოფოთ რაზეა საუბარი მე როგორც ქართველი თანამემამულე მე ამ ოჯახის ცუდი არასოდეს ვდომებია და არც არასოდეს ამითვალისწუნებია ეს ოჯახი მაგრამ სიმართლეს ვერასოდეს გავექცევით ეს ოჯახი თავის ბარბარიანად შვილებიანად ოფიციალურად არიან გაფორმებული ამ ორგანიზაციაში და რასაც იღებენ ჯერ მათ სინდისე იყოს კარგით მე თქვენ ჯერჯერობით ამას არ დავასახელებ. თქვას რაზეა საუბარი. ანუ
აი მე ოდიში და ანუ ეს კოშკელიშვილი ნუ კიდე თავისი ბერი ამ გურამ გვასალიასთან და დემნასთან რა კავშირი აქვთ ანუ რატომ ყავთ შუაში ეს ხაკერი ვიღაცა არუთინიანი და რატომ ცდილობენ ჩემი სულის დაღუპვას მე ძალიან მაინტერესებს მე ხომ გითხარით თქვენ რომ სპირიტიზმი ხდება უკვე ჩემსი ანუ მე რომ ვიცი ბევრი რამე ანუ ისინი ცდილობენ რომ მე უკვე მომკლან მათ გადაწყვეტეს ჩემი მოკლა ჩუმად ოღონ ნუ ეხლა რა თქმა უნდა შეეკითხეთ რატომ არის კოშკელიშვილი ნუკი და ბენი ესენი არიან თანამშრომელი გვასალია დემნა და გურამასი იქიდან რაღაცა ფული ირიცხება და რა ხდება მახინაცია რა ქსელია ეს ობობას შხამიანი ქსელივით რა ქსელი შექმნეს და სადაგზავნიან და რა ხდება ეს რა პოლიტიკის სარჩული უნდათ მათ შეკერონ არ არსებობს ამასთან პოლიტიკა არაფერ შუაში არ არის ეს არის მკვლელობა ძალიან უბრალო ადვილი საქმე რომელიც ერთ 10 წუთში ადამიანს სულს დაუშვათ ამოუღებს სულს და გაუშვებს ეცაში ეგრევე რა ეხლა გეუბნებით კოშკელიშვილი კი ბერი და მამუკა დავარაშვილი ეს არის ისრაელი დაიმახსოვრეთ მე უბრალოდ კვლელების სიას ვასახელებ ღმერთმა დაიფაროს მე რამე მომივიდეს ხალხო მე ვარ მერისუბელიანი რომელიც უკვე სერიოზული ზეწოლის დაბართლა ვირუსების დარტყმის ქვეშ გაყლავად და დევნის ობიექტი უკვე დიდი ხანია მაგრამ ამ ბოლო დროს ესენი ძალიან მავიწროვებენ ნუ ერთი პერიოდი ვიფიქრე აი რა ეხლა მეთქი ახ ჯანდაბას ვიფიქრე ნუ მეთქი რა უნდა იყოს მეთქი მაგრამ ამ ბოლო დროს უკვე ხაკერი მომიმაგრეს და ყოველ დღე მე ხო გითხარით ოფიციალური ინფორმაციის საშუალებით მე ვიგებ ხმოვან მესიჯებს მოკალით უკვე ეტყობა მობეზრდათ ეს უდანაშაულ ადამიანი გესმით ანუ მე ჩემ შინაგან ორგანოებზეა ხალხო ლაპარაკი ანუ მე უდანაშაულობა რა თქმა უნდა აქ რაზეა საუბარი ფიზიკურად მე რამე არც არავის ვეხები ეს უბრალოდ მე გეუბნებით კიდევ და კიდევ ეს სპირიტიზმი ხდება სასუნთქი ორგანოების საშუალებით შედიან ეს ღორები და ხდება სპირიტიზმი და იმ დაფარულის ამოღება დაფარულ გულის კუნჭულში ტვინიდან ყველა მხრიდან დაფიქსირება და მე სპირიტიზმი დაინფიცირება პოიზენინგი ანუ მოშხამვა ორგანიზმის ექსპერიმენტი როდის მოკვდები როდის ნუ ეს ნუ მე ახსარებელი ადამიანი მე არასოდეს თავს არ მოვიკლავ ხალხო თუ რამე მომივიდა ამ ქართველებმა უნდა აგონ პასუხი რა კიდევ ყურადღება გადავიტანეს სხვა რამეზე მამუკა დავარაშვილი კოშკელიშვილი ნუკი მისი მეუღლე აფერისტი მე თქვენ დაგისახელებთ მოიცა და თინა მახარაძე ხალხო ანუ თინა მახარაძე ადამიანი რომელიც არის აფერისტი აქ ზის ვიღაც მოსადებთან რა მოსადებთან ზის ეს თინა მახარაძე და იმ მოსადებთან რა ქვია აზიარებს ჩემ აზრებს და ამაში უხდიან ნუ ხა ციფრები მე არ ვიცი ხელფასებს უხდიან ხალხო სირცხვილი არ არის თინა მახარაძე ნუკი კოშკელიშვილი და ბენი ბარბარა ოჯახი მთლიანად ძირფესიანად ჩაჯდა ანუ იმ შუაში შუამავალი ხაკერის საშუალებით მოათა აქვთ ინფორმაცია რა თქმა უნდა ჩემი ყველანაირი გადაადგილების აზრების ფიქრებს ოდნავ თუ რამე გავიფიქრე უცებ ფაბრიკა მიერთდება და შეიძლება რა ვიცი ღმერთის ძალით ჯერჯერობით ცოცხალი ვარ ხო აი ხა თინა მახარაძე აი მე სად არის სია აი მე სია ხალხო გადავირები რა ვაუ ეს რაში მაწყობს ხო რა სია მოკლედ სია რა ეს მე ხო გითხარით ეს ესე იგი მამუკა დავარაშვილი ისრაელი კოშკელიშვილი ზეპირად გეტყვით ვაში ისრაელიდან მამუკა დავარაშვილი აფერისტი რომელიც არის შეერთებული ნიკა გაბელიასთან მხოლოდ ეს ხასი თაღლითი რომლებიც იცემებენ ყოველი დღე აი ვინ არის ესა ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის ვითომ ხარდამჭერი ჯგუფი რომელიც სისულელია მამუკა დავარაშვილმა რომელმაც ჩემი ყიდვა გაყიდით კირიათში იყიდა დიდი სახლი მართლა გეუბნები რა ამას მე რა თქმა უნდა რო მე სად მივწვე თელავივშია მაგრამ ინტერნეტი ეს ისეთი რამეა რომ ჩვენ ხომ ხედავთ ეხა მე რასაც გავავრცელებ მე ზუსტად მაქვს უფლება დაუშვათ წავაკითხინო სადღაც საქართველოში სადღაც
დავით ევროპისკენ ნებისმიერ კონტინენტზე შემიძლია ეს ადამიანმა იხილოს. გესმით? აი ასეა რა. და ასე შემდეგ, ანუ მამუკა დავარაშ კოშკელიშვილი ნუ კი მისი მეუღლეთ ქინა მახარაძე ირაკლის სესიაშვილი, რომელიც ოფიციალურად ნუკი კოშკელიშვილთან არის აქ შეერთებული, ირაკლის სესიაშვილი ეს გახლავთ სადღაც საქართველოში, რომელიც ყოველ დღე არის შეერთებული და აქ რაღაცა არ ვიცი, ჩემთან რა საქმე აქვს, მე არ ვიცი. ყოველ დღე აზიარებენ, რომ ირაკლის სესიაშვილი ოფიციალურად კოშკელიშვილთან რა საქმეც აქვს, რაზე საუბრობენ, რა თქმა უნდა, მაგათ თავიანთი საქმე იცი. თუ რამე ოფშორია და რა თქმა უნდა, ფულადი განაწილება ხდება, ხმამაღლა თქვან. ხმამაღლა და ყველაზე მთავარი ხალხო და ჩემოტკბილო ხალხო არ გამომჩეს. წერეთელი, თაღლითი, სისხლის სამართლის დამნაშავე. კიდე კარგი გადავშალე ეხა, ნახე. ვაიმე, ვიკბინე რა. ვაიმე, როგორ ვიკბინე. წერეთელი ვატო. ჩემოტკბილო ხალხო. თქვენ ეს უნდა იცოდეთ, მე თუ რამე მომივიდა. წერეთელი ვატო არის ჩემი მკვლელი. ჩემი მკვლელი იმას ნიშნავს, რომ ეს ადამიანი საჭიროების შემთხვევაში თიშავს ამ პროგრამას რაღაცას, რომელიც ორგანოებზეა შეერთებული, მთელი დღე შემიძლია დავისვენო, რა თქმა უნდა. და როცა მას უკვე ეწყება რა ვიცი ფულის შოვნის ინტერესი და სურვილი, ეს უკვე აი როგორ არის იცი გადასცემს ამ სერიოზ და ანუ გადასცემს როგორ ურეკავს და ეუნება ჩართეთ შეუერთეთო. ანუ შეერთება რას ნიშნავს? ისინი არიან ჩემზე შეერთებული და ჩემი რა თქმა უნდა შინაგანი ორგანოების ყიდვა-გაყიდვით განადგურებით ის გარკვეულ თანხას იღებს. მე რაოდენობას შეგნებულად არ დავასახელებ, იმიტომ რომ დიდ თანხაზეა ლაპარაკი ხალხო. მე ჯერ ველოდები გამოძიებას. იმიტომ რომ იქნებ მან მოინანიოს ვატო წერეთელმა ეს, გესმის? ვატო წერეთელი ბელა მაღლაფელიძეს აფერისტი აქ არის საქართველოსთან ჩამოსული, რომელიც ნუ ბოლემენი ეხლა ცუდი გოგო არ არის ეს ბელა, მაგრამ მან ზუსტად იცის, რომელიც მალავს და მე ეხლა ვერაფერს ვერ დავაბრალების იღებს თანხას თუ რა, მან მალავს, მან იცის როგორ ვარ შეერთებული, მან ბევრჯერ მოისმინა ჩემი წამება, ყმოვანი მესიჯების საშუალებით, გესმის? ის მალავს, ეს არის ბელა მაღლაფელიძე. ელენე ბერიძე აგრეთვე მალავს. ეს არის ჩვენნაირი, რა ვიცი, აბა როგორ გითხრათ, აბა მე როგორც ვიცი, მე არ ვიცი სად მუშაობენ ეგენი, მე ახლა არ ვიცი, აბა ამერიკის შეერთებულ შტატებში სად მუშაობენ. ალბათ მაპატიეთ რა. არ ვიცი, მე არსად არ მუშაობენ ესენი, მე არ ვიცი ნამდვილად და ჯერჯერობით მათ რეპუტაციებს უფრთხილდები, რაღაც ჩემი ადამიანური სულიდან გამომდინარე და მინდა რომ მათ სიმართლე თქვან. გესმის? ბელა როგორია ელენე ბერიძე. ნუ მამუკა დავარაშვილი თქვენ დაგისახელეთ ჩემო კარგებო თელ-ავივიდან საქართველოს და ვიღაც ნიკა გაბელიაზეა შეერთებული ყოველდღე ბათუმში. ნახე? როგორი ოფშორია, ნახე ეს ოფშორული სისტემა. ირაკლის სესიაშვილი საქართველოსთან, რომელიც ოფიციალურად ამ ნუკი კოშკელიშვილთან რეკავს და ის ეკითხება, ცოცხალი ვარ თუ არა მე? რომ ალბათ ნადავლი წაიღოს. ღმერთმა შემინდოს, შესაძლებელია ნადავლი არ არის და იმას უბრალოდ აინტერესებს დაუშვათ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ანუ ვარ თუ არა ცოცხალი. მე არ ვიცი, მან ზეპირად იცის ყოველ დღე. Подожди, одну минутку. Подожди, закрой двери. Okay, ეხლა ნიკა გაბელია მაპატიეთ, ნიკა გაბელია ბათუმიდან, ირაკლის სესიაშვილი. ახლა კიდე დაგიმატებთ ხალხებო, ჩვენი საყვარელი მომღერალი ლელა წურწუმია. ნახეთ? ვინიცის ეს აქიდან ეს გვასალიან ხომ შექმნა რაღაც ძალიან დიდი ბოტ ჩატების არაადამიანური სისტემა. იქ სადღაცა ბლოკავს. ეს არის ლელა წურწუმია და კახი მამულაშვილი. სინდის ნამუსფიცა ვარ, ყოველთვის სიმპათიით ვიყავი მე ამ ლელასთან მიმართებაში, როგორც მომღერალი.
მე ახლა თქვენ წარმოიდგენთ რომ მე რაღაცა ინტერესი მომოძრავებს ბნელი ამათთან მიმართებაში არა ხალხო არა ჩემო კარგებო არანაირი ინტერესები მე მყიდიან მე აგებ ხედავ ჩემ ნათესავებსაც ხედავ ჩემო კარგებო ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია მათ უნდათ რომ მე მართლა უნდა გამგუდონ ეს არის ვირუსების საშუალებით ეს არის ვირუსი რომელიც არის მართლა გეოვნები შეიძლება ვერც გავიგო ეს დილზე ვერც ავდგე ამაში ფული როგორ შეიძლება აიყო გავცელო რომ ეს ადამიანი შეერთებულია რომ ეს პროგრამა იყოს დალუქული და საჯაროდ უნდა ვთქვათ ხალხო რომ საქართველოში გენოციდი არ გამოცხადდეს დაუშვათ მე გარდავიცვალე ამათი ინტერესი ჩემი მოკლა მეტი არაფერი მე ვის რა შევქოთ ჭირდება ვინ ვარ არაფერი ანუ ამათი ინტერესი ეს არის ჩემი მოკლა ხალხო მოკლა რომ მე გადავიდნენ ქართულ ქრისტიანებში და რიგი დადგნენ ეხა რატო ძალიან დიდი ფული აიღეს ანუ დავამატებ კიდევ ვინ არის მორის კრიხელი კეზერაშვილის დეიდაშვილი კეზერაშვილს მე არ ვიცი მე როგორც გავიგებ კეზერაშვილს თავისი წილი აქვს აქ მაგრამ მე არ ვიცი კეზერაშვილი აქ არ გახლა კეზერაშვილი სადღაც საფრანგეთ გერმანია არ ვიცი სად არის ეს არის მე გითხარით ისევ და ისევ ვიმეორებ call-center ფაბრიკა რომელიც არის ანუ ადამიანზე შეერთებული ამ ადამიანის შინაგან ორგანოების საშუალებით ხდება საიდუმლო კოდების საშუალებით მათი ანუ ბოტ-ჩატების ჯგუფის შექმნა აპლიკაციის შევსება და ფულის შოვნა ვინ არიანის ოფშორული სისტემა მე თქვენ მოგახსენეთ ეს მოკლე ჩამონათვალია თინა მახარაძე ნუკი კოშკელიშვილი და თავისი თაღლითი ბენი აფერისტი ბარბარა დედამისია აგე ბენის დედა ყოფილა ბარბარა ხო მე არც ვიცი ეს ადამიანი გვარიც არ ვიცი ამ ბენის წერეთელი ვატო მკვლელი ჩემი მკვლელი ხალხო დიდ თანხას მე არ ვიცი მე ესე გავიგე თუ რაღაცა მე გეური მილიონ ბოდის მოუხდი თუ რაღაცა არასწორად გავიგე მაგრამ ეს სიმართლე შეეფერება ანუ მას შეუძლია ესენი გააჩუმოს დარეკოს მაგრამ არა მან ფული არჩია წერე ბელა მაღლაფელიძე და ელენე ბერიძე ესენი შედარებით ადამიანები მაგრამ მალავენ რატომ უნდა თქვან კაცო ვინ ვარ მე ხო ვიღაცა აი რატომ უნდა თქვან არა მოკვდეს სხვისი შვილი ან სხვისი ჭირი ღობეს ჭირი მოკვდეს მამუკა დავარაშვილი თელავივი აფერისტი კირიატში სახლი იყი და ჩემი ყიდვა გაყიდვით ადამიანი რომელიც მე გავიგე რომ არც არის ებრაელი მე არ ვიცი ხო ადამიანი და თავისი მეუღლე ეკა შავიშვილი და პლიუს ნიკა გაბელია ბათუმელია ირაკლი სესიაშვილი ლელა წურწუმი კახი მამულაშვილი ეს რამოდენიმე ჩამონათვალი რომლებიც გახლავთ ხალხო მოწმე ამ არადამიანობისა მე თქვენთან იცით რაშია საქმე მე გადავეცი უკვე საქართველოს ხელისუფლებას ანუ საქართველოს პრეზიდენტის სახელზე განცხადება შევიტანე და ვაპირებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულკიანის სახელზე განაცხადი შევიტანო მე განვაახლე ისევ და ისევ ავიყვანი ადვოკატი მე ნელ-ნელა ვაგვარებ ამ ყველაფერს და ამყავს ადვოკატი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოკეი და მე ზუსტად ვიცი ნახოთ ახლა როგორი იქნება რაღაც და მე ჩემი აზრით ეს ხალხი ესე იგი ელოდებიან რას იცით ოჯახებში ალბათ FBI რაღაც გადაცმული რაღაც სპეციალურ ფორმაში ოფიციალურად FBI-ის დეტექტივების საშუალებით კარების შენგრევას აი ეს რამოდენიმე ჩამონათვალი და ეგრევე აყვანას და დაკითხვას ხალხო დაკითხვას ანუ რას ელოდები მე რა თქმა უნდა არ გპატიობ ისედაც ვის ელოდები თქვენ გიმალავენ ხალხო მე ძალიან მიჭირს დამტკიცება ძალიან მიჭირს განსრული საღი ადამიანი გახლავართ ნუ ეხა თავს არ ვიქებ მაგრამ არანაირი ფსიქოლოგიურ გადახლა მე არ გამაჩნია რაზეა საუბარი მე თქვენ შეგიძლიათ გაიკითხოთ არაფერი არ მჭირს გოგო მე რო ვითმენ რაღაცა ესეთი რკინისებურად ეს უბრალოდ ამ
ჩემს საქმეს ასე სჭირდება, რომ თქვენ არ შეგაძულოთ თავი, ჩემო ტკბილ ადამიანებო. ყოველდღე ლაივ ვიდეოს ჩართვა, ეს ძალიან რთულია და ნერვების თქვენზე მოუშლა, რა თქმა უნდა. ძალიან ბევრი კარგი ახლობლები მიყურებენ, ნახე, უმაგრესები ჩემო კარგებო, მაგრამ მე დახმარება მჭირდება, მაგრამ მკვლელების სია. ნახე, აი ვინ მოლავს, ანუ ვინ არის გვასალიამ რა ფუნქცია შექმნა, ვიღაცა გეი, არა ну, ვიღაცა ჰაკერის საშუალებით, შუამავალი ჰაკერია. ჰაკერის საშუალებით და რა საერთო აქვს იმ კოშკელიშვილთან და რატო საუბრობენ ჩემ თემასთან დაკავშირებით, ანუ ჩემს ირგვლივ დაუშვათ წარმოშობილ პრობლემებთან დაკავშირებით. რატომ მითხარი? ვერ გავიგე მე ვინ ვარ, ხო არავის, რა თქმა უნდა, გასაყიდი ობიექტი. ამიტომ ესენი უნდა იყვნენ დაკითხული და მე მინდა გადავცე ხა საუკეთესო თინა ბედიეშვილი გავიცანი ჩვენ ამერიკის ადმინი, რომელიც ძალიან მომწონს, მე აუცილებლად გადავცე მაგას, გამიზიარებს, რომ საქართველოს მოქალაქეები განურჩევლად სქესისა, ერისა, ბერისა ხალხო ჩვენ აუცილებლად გვერდში უნდა დავუდგეთ ერთმანეთს, რომ საქართველოში გენოციდი არ მოხდეს. დაუშვათ მე კიდევ და კიდევ ვიმეორებ, ანუ მე ჩემ დაუშვათ ჭირს და გულის ტკივილს გიზიარებთ, იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბოლო დროს ძალიან შემავიწროვეს. მე მინდა დამეხმაროთ ხალხო, მე მინდა დამეხმაროთ თუ ინვეს კომპეტენციაში შედის, რა თქმა უნდა, ამ ყვირით გაზიარებით. ამათ პირდაპირ ვალდებულება აკესრიათ ამ ჩვენ თანამემამულებს, რამოდენიმეს კიდევ თინა მახარაძეს, კოშკელიშვილს, ბენიკა გასაგებია უცხოელია, თავისი ბარბარა წერეთელი, ვატო ყველაზე აფერისტი, ბელა მაღლაფელიძე, ელენე ნიკა გაბელი აფერისტი, მამუკა დავარაშვილი აფერისტი, ირაკლი სესიაშვილი, ლილა წურწუმი, კახი მამულაშვილი, ეკა კვესიტაძემაც კი იცის, მაგრამ ეკა კვესიტაძე მაინც რაღაცა ადამიანად თვლი, მაგრამ იცის, რომელიც არის საქართველოში. ეს ადამიანები არიან მოწმეები, ჩემი ანუ ფიქრების, ანუ ამ არაადამიანობის რაც ჩემში ხდება და იმ ფიქრების, აზრების გახმოვანებისა და თუ როგორ ხდება რეინკარნაცია და სპირიტიზმი ჩემში შინაგან ორგანოებში. კიდევ ვიმეორებ, სპირიტიზმი, ანუ სასუნთქი ორგანოების საშუალებით, ამ სატანისტების რა თქმა უნდა ჯგუფის საშუალებით ვიღაცა ჯადოქარი ყიდის თავის პროფესიას. ანუ მან იცის ეს როგორ ხდება. სპირიტიზმი შედის დაუშვათ რაღაც ვირუსების საშუალებით და ჩერდება შიგნით და კიდევ ვიმეორებ, დაფარულს კითხულობს. დაფარული ანუ მე თქვენ ხო გითხარით დაფარული, რომელიც ხოლმე აი დაფარული, რომლის წაკითხვა მიუღებელი და სატანისებულია, რომლებიც არიან პირდაპირ გაგებით ოპოზიცია უფლისა. ჩემო კარგებო, უფალი გფარავდეთ ყველას. მე ბევრს არ შეგაწყენთ. ჩემი დაუშვათ გულის ტკივილი გაგიზიარეთ, მე მინდა თქვენ გამიზიარეთ ხალხებოდეთ, ჩემო კარგებო. ჩემი მაგარი ძალიან ბევრი კარგი ხალხი მიყურებს. მე ჩემი სიცოცხლე საფრთხეშია და მე თქვენ აგიხსენით თუ რა საშინელებაზეა ლაპარაკი. მე გამიზიარეთ ხალხო, მე მინდა თქვენ გამიზიაროთ ეს, გამიზიარეთ გადავცემ ადმინებს და ალბათ მე მინდა ყველა მოისმინოს ეს ჩემი გულის ტკივილი. გადაეცით ამ ადამიანებს თუ რამე საშუალება არის, გამომათრიონ და თუ რამე საშუალება არის, უბრალოდ ჯერჯერობით, რა თქმა უნდა, მე მაინც ვაძლევ იმის შანსს, რომ მოინანიონ, მე როგორც ქრისტიანი ვლოცულობ და იქნებ მოინანიონ და გამომათრიონ ამ ყველაფრიდან, რა თქმა უნდა. ამ ჩვენ თუ არ, რა თქმა უნდა, გავერთიანდეთ, ასე არაფერი, იმიტომ რომ ეს მასიური ზეწოლა შესაძლებელია თქვენზე გავცელდეს, თქვენს გეწვიოთ და გენოციდი კი არაფერი არ არის, რა თქმა უნდა, 10 ლა 1-დან იწყება, მე ჯერჯერობით 1 და სხვა კიდევ საქართველოში, იმიტომ რომ ეს ფიშინგი, ეს ძებნა ჩემი თავის საშუალებით მხოლოდ საქართველოში ხდება. იმიტომ რომ ჩემი ფიქრი, გრძნობა, ფსიქოლოგია მთლიანად საქართველოზე ფიქრობს. ჩემი სიყვარული ეს საქართველოა. ჩემი სამშობლო, სადაც დავიბადე, გავიზარდე, რა თქმა უნდა, და ეს ძებნა ტარდება და ხერხდება დღემდე იქ. ძალიან საშიშროების ქვეშ ვართ ხალხო. ანუ თქვენ არ გეგონოთ ეს თამაში იყოს. ჩემი საშუალებით მე მიყვარს საქართველო, მაგრამ მე არ მინდა საქართველოს ხალხი, ჩემი ახლობლები დაიღუპნენ. არა, ნამდვილად მე ბოდის გიხდით ხალხო ჩემი ემოციებისთვის და განსაკუთრებულად ჩემ ნათესავებს მოუხდი ძალიან დიდ ბოდის, რომლებიც ძალიან მეჩხუბებიან, ნუღაზიარებ ლაივებს, მაგრამ მე სხვა გზა არ გამაჩნია ნამდვილად. მკვლელების სია ჩამოვასახელე. მათ აქ დაარჩენიათ შანსი.
ეხლა გაზიარების მერე ალბათ გადასცემენ იქნებ რაღაცა მოიფიქრონ დადები დაუშვათ დადებით ისეთი რომ ნელ-ნელა მათ ეს პროგრამა დააბლოკენ მე რა ვიცი ვინ არის ეს ჰაკერი ეს ამათი თანამშრომლები ვიღაცა შუამავალია რომელსაც ამუშავებენ ესენი რომ ალბათ რაღაცა შემოსავალი ნახონ ასია ჩემო კარგებო მე დაგემშვიდობებით მე მინდა ეს გამიზიაროთ ხალხო ჩემო ტკბილებო ჩემო კარგებო მიყვარხართ ძალიან ყველა და მე მინდა თქვენ ეს გამიზიაროთ